სიახლეებისადმი. მე მინდა ამ პროექტის და ისწავლო იმ ინოვაციურ სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც, ამაში არ მონაწილეობ. ჩვენს რეალობაში გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო. ჩვენ დღეს გქონდა პრეზენტაცია იმ ახალი პროექტის, რომელსაც ქვია იუსტიციის სამინისტრო სერვისების განვითარების ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა სერვისების განვითარების სააგენტოს, UNDP-სა და SIDA-ს, შვედეთის მთავრობის დახმარებით და რომლის მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ის უწყება, რომელიც მუშაობთ სახელმწიფო სერვისების დარგში და არა მხოლოდ ქვეყნის პროგრესისთვის, ვიყოთ ორიენტირებული უფრო მეტად მოქალაქის ინტერესზე, მათგან შევიტყოთ მომხმარებლისგან თუ რა საჭიროებები აქვთ მათ, იქნება ეს ინდივიდუალური მოქალაქე, კერძო სექტორი, კომპანია თუ სხვა, იმისათვის რომ საჭიროებები ვიცოდეთ და უკეთესი სერვისები გავცეთ, ნოვატორული იდეები წავახალისოთ და ვიცოდეთ ამ ნოვაციების მენეჯმენტი. ამიტომ დღეს სასიხარულო დღეა დაარსდა ეს ლაბორატორია, რომელიც თქვენს ინტერესებში, მოქალაქის ინტერესებში იმუშავებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის დახმარებით განახორციელა პროექტი ინოვაციური სერვისების ლაბორატორია. აღნიშნულ ლაბორატორია იქნება გათვლილია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იქნება მოქალაქეებზე გათვლილი ლაბორატორია. ეს აღნიშნულ ლაბორატორიაში იქნება ინოვაციური სერვისების დანერგვა და მაქსიმალურად კომფორტს შეუქმნით როგორც მომხმარებელს, ასევე კერძო სექტორს და ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს.